რატომ არ ხარ? შენ ბიძინა ხარ თუ კალაძე ხარ, ვინც არ უნდა იყოს? ნადირობა ძველი თბილისის უბნებზე. ეს ადამიანი რაღაცა ისეთი სვავია, რომ არაფერს არ ინდობს, არაფერს არ ინდობს. ერეკლე მეორის მოედნიდან მკვიდრი მოსახლეობა მერიამ რეაბილიტაციის მოტივით კუთვნილი ბინებიდან გამოიყვანა, მაგრამ ახლა მოქალაქეებს საკუთარ ქონებას უკან აღარ უფორმებენ. თუ თბილისის განვითარების ფონდი არ მოგვცემს ნებართვას, ვერ დაგიმტკიცებ. ხალხს ეჭვი აქვს, რომ მათი სახლების ხელში ჩაგდებაც ოლიგარქს უნდა. ამ კაცებს არ არსებობს საზღვარი, არ არსებობს შენია და ჩემია. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ თბილისის მერიამ ხალხს რეაბილიტაციის მოტივით კუთვნილი ბინები დაუნგრია. ესაც ერთ-ერთი ნაწილია, სადაც ჩემი სახლი იდგა. ახლა კი ეუბნება, რომ იგივე ადგილას სახლებს ვეღარ აუშენებს. ესე ვარ ქუჩა და წართმეული არ არის. დაუგო თუ არა კახი კალაძემ ხალხს მახე. ხება რომ გაირღვა. ამ ადამიანებს ეხლა ამბობთ, რომ არც აუშენდებათ და იცია. სხვა კითხვა გაქვთ კიდე რამე? ამ ძველი ეზოების გარშემო შენობები ნელ-ნელა ივანიშვილმა იყიდა. საპატრიარქოს მეზობლად როსტომ მეფის სასახლეში ოლიგარქმა გოგა ხაინდრავა შეასახლა. ეხლა რა ხდება ამ შენობაში? სტუდია? ბერა სტუდია? ოლიგარქის წარსულის სენტიმენტების რეინკარნაცია. როდესაც ივანიშვილი კამოს ქარხნის მუშა იყო, სწორედ ამ უბნის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა შენობა და ეზო მისი საკუთრება ხდება. სულ ქონდა მაგის შიში, რომ ერთ-ერთი დღეს ვიღაცას მოეწონება ადგილი. ხალხს, ვინც ნახევარ საუკუნეზე მეტია, სამთავრობო კვარტალში ცხოვრობს, ეუბნებიან, რომ ბინები უნდა დაცალონ. ვერ გავიგე, რაღაცა პატარა პავლოვის ძაღლები ვერ გეთამაშებიან. ვინც მთავრობის ადმინისტრაციასთან ბინების დაცლაზე უარი თქვა, ჩაუჭრეს დენი და წყალი. თელასაც და ჯივიპისაც მოატყუეს, რომ მათ ხალხი არავინ არ ცხოვრობს. 8 საათზე შაბათის გუნდის ჟურნალისტური გამოძიება. ეს ხალხი რეალურად საუბრობს იმაზე, ვინ როდის რანაირად შეიძენს და როგორ შეიძენს ქონებებს. ნახეთ როგორ იცლება თბილისის შუაგული ძირძველი მოსახლეობისგან. ეს საწდება. ეს არ ყოფილა საბჭოთა კავშირში არ ყოფილა არასდროს. მაინც და მაინც მის შემოსვლას დაემთხვა თქვენი თანხმობა ამდენი წელი უარს რო ეუბნებოდით. რა სქემით იღებს მშენებლობის ნებართვებს კახი კალაძის სამეგობრო? რა შეიცვალა? ანუ გაფართოვდა ტერიტორია? სპორტის სასახლის უკან იქ, სადაც მერიამ მშენებლობებს 12 წელი ბლოკავდა, ახალი ცათამბჯენების ჩადგმას მწვანე შუქი აუნთეს. როგორ დაალაგეთ ეს პრობლემა? უარყოფთ რომ კალაძის კარგი. ნებართვის დამტკიცებამდე ტერიტორიის მფლობელებს შორის ჯერ კალაძის მეგობარი გამოჩნდა. ეს არის კონკრეტული ბიზნესმენის რაღაცა ინტერესები. საკრებულოს თანხმობის წინ იყო კიდევ ერთი დეტალი. სამშენებლო კომპანიის მფლობელის ლაშა კვაჭაძის მეუღლისგან ანუ კიარაშიძემ კომპანიის წილი უსასყიდლოდ მიიღო. თქვენი მეუღლემ საჩუქრად ბიზნესის წილი მისცა ბაბულაშა და ითქვასგისონ. დღეს 8 საათზე ნახეთ ოქროს მომპოვებელი რუსი ოლიგარქების და კალაძის გარემოცვის ახალი პროექტი თბილისში. გითხრას უკვე რომ ამ ტერიტორიას დაანგრევენ უახლოეს პერიოდში და კორპუსებს ააშენებენ. ვინ და რის სანაცვლოდ იძლევა აკრძალულ ზონებში მშენებლობის ნებართვებს? სუპი მაქვს ჭამი ვირჩმევ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წლებში საქართველოში სუპის მომზადებაც მინიმუმ 2 ჯერ გაძვირდა. რას გავს ეს ქვეყანა? საჭმლის ფულს სიშხულობ, კაცო. რა უჯდება ხალხს იმ ერთი სუპის მომზადება, რომელიც ცნობილი ინტერვიუს შემდეგ ქართული ოცნების მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა. წლების წინ ეს დაჯდებოდა 3-4 ლარი. ახლა იმ კვირას რო წავიდეთ, 25 ლარი დაჯდება. რა დაადგინეს პარლამენტში? თქვენ ნახეთ გაიაფებული პროდუქტი? ნახე. რომელია იაფი მითხარით? და რა იციან საერთოდ ფასებზე, ბაზარზე და პროდუქტების ღირებულებაზე იმ ხალხმა, ვისი გადაწყვეტილებებიც მილიონობით ადამიანის ბედს წყვეტს. სუპერმარკეტში ბოლოს როდის იყავით? დაახლოებით 70%-ია ბევრი ფასები დაგვერდა. დაკლებული? ფასები და ქართული ოცნება. ვერ მყიდულობ, პული არა მაქვს. ნაგავში იქექება ხალხი, ბებო, ნაგავში. ოპახიძეს სალაპარაკო აქ. დაუძახე მოვიდეს აქ, მე გავცემ პასუხი. ისეთი დოკუმენტი არისო, სადაც გინდა იქ წახვალო. ემიგრაციის ახალი ტალღა. საქართველოდან გაჭირვების გამო გასაქცევად გამზადებული მოქალაქეები ეძებენ გზებს სად ჩაბარდნელ ტოლვილებად. როგორც ფული დაურიცხე, ეგრევე აღარ მიპასუხა, მიმაბლოკა ყველგან. ხალხს, ვინც გაჭირვების გამო სამსახურს უცხოეთში ეძებს, ფულს მოტყუებით ართმევენ და ქუჩაში ტოვებენ. ეს ადამიანი სახელთა გვარს იცვლის.
ყიდიან იმედს ადგილზე ჩასულ ემიგრანტებს არც სამსახური, არც ხელფასი და არც დაპირებული კარგი ცხოვრება ხვდებათ. თავიდან ჩავრიცხეს $2500 და შემდეგ $4000. შაბათის გუნდმა მიაკვლია იმ შუამავლებს, ვის ანგარიშზეც ემიგრანტებმა დიდი ფული ჩარიცხეს, თუმცა გადააგდეს და სამუშაოდ არ წაიყვანეს. გარანტია, არასდროს არ ვიცია. დღეს ვილაპარაკოთ შიმშილის გამო საქართველოდან გაქცეულ ქართველებზე, ადამიანებზე, ვინც ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში უყველაფროდ დარჩა. დაიჭირონ, ჩასვან ციხეში.